უჰუ! სკოლა დამთავრდა. მორჩა. მაგარია! აღარ დამჭირდება ყველა ეს ნაგავი. ამ დღესასწაულებს ველოდებოდი მას შემდეგ, რაც წინა დასვენებები დასრულდა. აღარც საშინაო დავალება, აღარც ჩანაწერები და აღარც სუნიანი კაფეტერია. კაფეტერია მე ძალიან მომწონს. თუ პირველ კლასში ნახევარი წელი ძლივს გავუძელი, როგორ მიაღწია ბოგდანმა საერთოდ მე-9 კლასამდე? ვერ ხედავ? ის სტრესს ჭამით უმკლავდებოდა. კარგი, ძვირფასო, სკოლის სტრესს ჭამით რომ გავუმკლავდე, დედაჩემი გაკოდრდებოდა და მეორეც ავფეთქდებოდი. კარგი, მაგრამ როგორც იქნა ზამთრის არდადეგები გვაქვს. ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ვისი ამოვნოთ. უჰუ! Yes! შესანიშნავია. კარგი, ამ არდადეგებზე ვერაფერ პროდუქტიულს ვერ გავაკეთებ. როდესმე რამე სასარგებლოს აკეთებ? პირადად მე ამ პოზიციიდან არ ვიწვრი. შემდეგი სემესტრისთვის ძალებს აღვიდგენ. განა ამისთვის არ არის არდადეგები? ერთი წამით, სერიოზულად აპირებთ ზამთრის არდადეგებზე არაფრის კეთებას? განა ამისთვის არ არის არდადეგები? მე პროდუქტიულობაზე არ ვსაუბრობდი. იცით? იქნებ სია შევადგინოთ, გავაფორმოთ, ელეგანტურად გამოვაჩინოთ. ო, ერთ-ორ წელიწადში შენი ენთუზიაზმი ჩაქრება. აი ნახავ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ უნდა შევადგინოთ ყველაფრის სია. ნიკოლს სწორი იდეა აქვს. მეც თანახმავარ. კარგი, თოვლისკაცი აუცილებლად უნდა ავაშენოთ. კარგი. თელი დღით დაძინება? ო, ციგურებით ვისრიალოთ. კარგი. თოვლის გუნდებით ბრძოლა გვერდის ჩვენს მეზობელთან, ბიძია სერგეისთან. ეს უკანასკნელი გადაშალე. ბოლოს, როცა მე-3 კლასის შემდეგ მასთან თოვლის გუნდებით ბრძოლა გქონდა, მან მის საღლებს ჩემი თავი დააკმენია. სამალავი არ გჭირდება, მხოლოდ თოვლის ბურთებისგან დამცავი ჟილეტი. ახლა ინატრებ რომ თოვლის ბურთებისგან დამცავი ჟილეტი გქონდეს. შენ მალე განიცდი სველი თოვლის სრულ ძალას. კარგი, საკმარისია ეს სისულელეები. დებილებო, დედას არ უთხრათ რომ ასეთი სიტყვები გამოვიყენე. მას უთხარი ეს? შენ პირველმა დაიწყე. დამშვიდით, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გეგმების მთელი სია შესასრულებელი. ო, ეს ყველაფერი სისულელეა. დამიჯერე, გეგმის მიხედვით არაფერი არ წავა. კარგი, ამასაც ვნახავთ. კარგი, ადრე გავიღვიძეთ, რომ სოფლიო დავიპყროთ. რა? ეს მოტივაციური სისულელეები დედის რადიოში მოისმინე? დღეს პასუხისმგებელბიანი დღეა. როგორც დაიწყებ არდადეგების პირველ დღეს, ისე გაატარებ წანაჩენსაც. სინამდვილეში ასე არ ამბობენ. მართლა? რატომ? ზედმეტად ჭკვიანად ყოფნის გამო. გასაგებია. ეს არდადეგები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ბოგდანი გამაღვიძოთ, თორემ მთელი არდადეგები დაიძინებს. ზედმეტად პროგნოზირებადია. რატომ სცინავს ამდე ხანს? კარგი, იქნებ საჭმელი ან ლედი დიანა ესიზმრება? ალბათ, ლედი დიანა ესიზმრება, უზარმაზარ პიცასთან ერთად. კარგი, გირჩევ, გავაღვიძოთ ჩვენი დიდი ძმა. ოდია, ადექი, თორემ საუკეთესო წლებს ძილში გაატარებ. კარგი, ნუ გვაიძულებ რადიკალურ ზომებს მიმართოთ. ადექი. კარგი, ბოგდან, ინანებ რომ მარტივი გზა არ აირჩიე. ორკესტრის კონცერტი. ჩვენ შეგვიძლია მისი საჭმლით მოტყუება. კარგი, აღარ ვიცი რა უნდა ვქნათ თუ ესეც არ მუშაობს. ვიცი, ის ნამდვილად ვერ გაუძლებს ღიტინს. თქვენ მე მეხუმრებით? როგორ უნდა შევაჩერო ეს წამება? ხო, არ უნდა დაიძინო. რატომ არ შემიძლია ძირი ჩემივე არდადეგების დროს? იმიტომ რომ ყველა სახალისო მომენტის განმავლობაში დაიძინებ. მოდი, ჩაიცვი და შემოგვიერთდი. მოგონებებს შევიკნით. მოგონებების შექმნა? ეს კიდევ ერთი რაღაც მოტივაციური რაღაცა არის? კი. ბოგდანის გაღვიძება ისეთივე შეუძლებელია, როგორც ქვაბიდან ჩიქაში მდუღარე წყლის ჩასხვა დაღურის გარეშე. ხო. ამაზე თითქმის 1 საათი დავხარჯეთ. ახლა შეგვიძლია რამე პროდუქტიული გავაკეთოთ. კარგი, ოთახის დალაგება. ძალიან მომწონს. პროდუქტიულობას არასდროს არავისთვის დაუშავებია რამე.
აქ იმდენად სუფთაა, რომ ოპერაციის გაკეთებაც კი ჩემს შემიძლია. კარადაში აუცილებლად მეტი ყვითელი ნივთი მჭირდება. შემიძლია დასუფთავების კომპანიაში ვიმუშაო. რა? თუ ეს უფასოდ ასე დავალაგე, წარმოიგინე ფულის სანაცვლოდ რას ვიზამ. იქნებ სკოლიდან უნდა გამოვიდეთ? ამისთვის საჭირო უნარჩვევები გვაქვს. შიშობ რომ დედას ეს არ მოეწონება. მაინტერესებს, რა შვება ბოგდანი? კარგი, თუ თავისი ოთახი არ დაალაგა, ყველანი ჯოჯოხეთში აღმოჩნდებით. ოუ, ო, ბოგდან, შეხედე ვინ არის აქ? გასაკვირია, არა? ამ არეულობაში შენი გამოტოვება საკმაოდ ადვილია. კარგი. რა გჭირთ პატარებო? პატარა შენ ხარ, თუმცა აღარ ხარ ისეთი პატარა. ოთახის დალაგებას აზრი არ აქვს. მალევე ისევ არეულობა იქნება. არჩევანი არ გვაქვს, თორემ დედას ვეთყვით, რომ დალაგება არ გინდა. ხო, და შემდეგ ის კვლავ დაგვრჩის. დაფიქრდი რა ჯობია, ოთახის დალაგება თუ ტუალეტის გახეხვა. შენ ძალიან პატარა ხარ და ამავდროულად ძალიან შემაწუხებელი. შენს ადგილას დასუფთავებას ავირჩევდი. ტუალეტები 2 კვირის განმავლობაში არ დაუსუფთავებიათ. დალაგება, ჰა? კარგი. გაჩვენებ როგორ ალაგებენ ნამდვილი მაგარი ბიჭები. ოჩახ ბოგდან, დრო დაზოგე და დედა აღარ გაიძულებს ტუალეტების გახეხვას. დღეს ჩვენ პირველ კლასელებსა და მეცხრე კლასელებს ვაპირისპირებთ. მაინტერესებს, ჩვენი მაყურებლები რომელ კლასში ხართ? აუცილებლად დაწერეთ კომენტარი. კარგი. ახლა კი ყველა მეხუთე კლასელს მიმართავ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ნახოთ ვინ გამოიწერა და გავიგებთ რამდენი მეხუთე კლასელი გვიყურებს. ეს მართლაც საინტერესო იქნება. ო, და ბოლო ვიდეოში გამარჯვებული ადამიანი გვყავს. გილოცავთ. აი კომენტარი. ახლა კი ჩვენ გავაგრძელებთ. არ მიყვარს არდადეგები, კბილების გახეხვა მაინც აუცილებელი არის. გასგულისხმობ, ყოველთვის უნდა გაიხეხო ისინი, არა მხოლოდ არდადეგების რა დროს. თქმა უნდა, უბრალოდ ხუმრობდი. ჰეი, ჟენია, გაახირე თვალები. კარგი რა, ეს უბრალოდ პატარა კბილის პასტაა. ეს სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ. შენზე არაფერს არ ვიტყვი. ჩვენი რეპუტაციის დასაცავად, ყველაფერი სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ. ეს სულ სხვა. საბოლოოდ გადაწყვიტე კბილების გახეხვა? მინდა პირიდან ზეხვის გემო ამოვიგდო, რომ შოკოლადით უკეთ დავტკბე. ლოგიკურად, თუმცა ცოტა უცნაურად ჟღერს. ახლა გავწმინდეთ. ღმერთო ჩემო, როგორი წუწუნა ხარ? იცი როგორ სძულს დედას ჭუშხიანი სარკეები? კარგი. და მას ასევე სულს ვალდემარი, მაგრამ არანაკლებ უყვარს იგი. ხო და ეს წმინდა. დააბრუნე ის ისე, როგორც იყო. რა არის დასაბრუნებელი? ო, აი ასე უნდა იყოს. კარგად გამოაჩინე. თორემ მე კარგი. რასაპირე? მე გავაკეთებ. ფრთხილად, არ დაცურდე. გონება სრულიად დაკარგე? მე? ის ხომ შენის როლე. კარგი. თქვენ ორივე მსულ გააფრინეთ. რა? ბოგდან, დაიჭირე. არა. რა ჯანდაბასაკეთებ თქვენ ორნია აქ? დედა, ეს ის არ არის, რაც შენ გონია. წარმოიდგინეთ, ეს მხოლოდ არდადეგების პირველი დღეა და თქვენ უკვე მოახერხეთ და რაღაც გააფუჭეთ. იმიტომ რომ ბოგდანმა კბილის პასტა სარკეს საუსვა. და პრობლემის გადასაჭრელად გადაწყვიტეთ მთელი სააბაზანო აგერიათ? ყოველ შემთხვევაში ახლა ისეთი ჭუჭყიანი სარკე აღარ არის. კარგი, თქვენ ორნი გაჩერდით და თქვენ ოთახში დაბრუნდით. მოგვიანებით მოგიგვარებთ. ეს ყველაფერი შენი ბრალია, ბოგდან. შენ გააფუჭე ყველაფერი. კარგი. აქ იმისთვის მოვედი, რომ შეგახსენოთ, რომ არდადეგებისთვის მხატვრული ლიტერატურა უნდა წაიკითხოთ. პირველ კლასში ვართ და არდადეგებზე წასაკითხდავალებას გვაძლევენ. მომავალში უფრო გაუარესდება. კარგი რა, ციგნების კითხვა დასვენების შესანიშნავი საშუალებაა. კარგი. მაშინ რატომ დადიხარ რესტორნებში დასასვენებლად ბიბლიოთეკის ნაცვლად? იმიტომ რომ დედა ვარ, არ მთიოსდება თქვენთვის ამის ახსნა. კარგი შენიშვნა. კარგი. დღეს საღამოს შევამოწმებ, რამდენი წაიკითხეთ. ჩვენი საღამოს გასეირნება ოფიციალურად გაუქმებულია. ახლა კი ეს სულელური ციგნები უნდა წავეკითხოთ. შემიძლია ვთქვა, რომ პირველ კლასელები ხარ, რატომ იღიმი? ჰა? შენი გეგმები საშკარად ჩაიშალა. 9 წლის განმავლობაში სკოლაში არც ერთი წიგნი არ წამიკითხია და არავის შეუმჩნევია. როგორ? მარტივად.
ტელეფონს ვიღებ, Google-ში ვეძებ, კაიდაშევის ოჯახი, სამწინადადებაში. და რა აღმოაჩინე? იყო ოჯახი, ვაჟები დაქორწინდნენ, ყველა ერთმანეთში ჩხუბობდა და მამას სმა უყვარდა. აი მზად ვარ მოყვე. უბრალოდ შენგან რაღაც დაამატე და სულ ესაა. ვაუ, ვასწავლე სკოლის ცხოვრების რამდენიმე ხრიკი. კარგი, დავიწყოთ გაკვეთილი. როგორ ვიყოთ სულელები და ოსტატურად დავმალოთ ეს? პირველი გაკვეთილი. ნუ დასვამ თუ უამრავ ზედმეტ კითხვას, თორემ ყველა მიხვდება, რომ სულელი ხართ. მეორე, ბრძენი ქვია, როდესაც მასწავლებელი ვინმეს ირჩევს პასუხის გასაცემად, ისე მოიქეცით, თითქოს რაღაცას იწერთ. ნიკოლ, შესანიშნავად აკეთებ. მე რას მეტყვი? წესი პირველი. ნუ დასვამ ზედმეტ კითხვებს. კარგი. შემდეგი წესი მომოკვდავი გედია. თუ იცით რომ რთული გაკვეთილი გელით, წინასწარ უთხარით მასწავლებელს, რომ თავს ცუდად გრძნობთ. რათა მან შეგიწყალოს და არ გამოგიძახოს? სწრაფად სწავლობ. რატომ შეუძლია ნიკოლს კითხვების დასმა და მე კი არა? კარგი რა. უიმედოდ ხარ, თუ პირველი წესი არ გახსოვს. კარგი, ცოტათი დამითმე. ბოლოს და ბოლოს გოგო ვარ. არა. გამარჯვება, შენ არ დაგითმობ. ეს თამაში ერთადერთია, რაშიც კარგი ვარ. არა. მომბეზრდა ეს. დამალობა და ვითამაშოთ. კარგი. როცა აგებ, ყოველთვის სხვა რამის თამაში გინდა. რატომ იცინი? ისტერიული სიცილია. ხედავ როგორ მოგბეზდათ თქვენი თამაშები. რატომ გგონია რომ თეგი მოსაწყენია? როგორი გართობაა თეგი? ეს თამაშია არც თუ ისე ჭკვიანი ადამიანებისთვის, თუმცა თქვენ გიხდებათ. შენი აზრით რომელი სახის გართობა არ არის მოსაწყენი? კარგი. გვასწავლე, დავიღალე ამ ბავშვების თამაშებით, დავიღალე მუდმივი მოგებით. ნიკოლ, კარგი, დღეს დიდსოლონად გრძნობ თავს, გართობის ხელოვნებას გასწავლით, მაგრამ ამისთვის რაღაც დაგჭირდება. გამოვყევით. კარგი. აგვიხსენი, რატომ წამოვიღეთ ბანანის სახლიდან? და რატომ ვაკეთებთ ამას ჩუმა? დედა გვეკრძალავს სახლიდან ბანანის წაღებას? კარგი. დედამ რომ იცოდეს რატომ წამოვიღეთ, აუცილებლად აგვიკრძალავდა. მოიცა. ნუ თუ მათ არ შევჭამთ, საჭმელი არ არის ისეთი გართობა, როგორცაც ახლა რა გაჩვენებ. საინტერესოა? მაშ რატომ ფანტავთ ქერქებს? შეგიძლია მათ წესრიალი? არა? ანუ გამლელების წაქცევები ჩვენი სახალისო საქმიანობაა? როგორც იქნა, ეს შენთვისაც ნათელი გახდა. რას გულისხმობ? კარგი, ყველამ ვერ გაიგო. განსაკუთრებით ნიჭიერებისთვის ახსნი. ჩვენ ამ ბილიკზე ვფანტავთ ქერქებს, ვიმალებით და ველოდებით ბანანის ქერქის ფეიერვერკს. ვაუ, ეს ნამდვილად სახალისოა ჩვეულებრივი ბავშვებისთვის. ახლა კი ველოდებით, რამდენ ხანს უნდა ვიჯდეთ აქ? რაც უფრო დიდხანს დაელოდები, მით უფრო მეტი შანსი გაქვს, რომ სულელი მსხვერპლი დაიჭირო. რატომ კონკრეტულად სულელური? ჭკვიანი ადამიანი დაინახავს და გვერდს აუვლის. ო, შეხედე, ვიღაც მოდის. თქვენმა კითხვებმა კინაღა მსხვერპლი გამოაშკარავა. სინამდვილეში ის საკმაოდ ჭკვიანად გამოიყურება. ხედავ ნიკოლ, გარეგნობა შეიძლება მათყუ არა იყოს. ეს სინამდვილეში უფრო სახალისოა ვიდრე თეგი. ო, ეს თქვენ ხართ, პატარა ცელქებო. ახლა სირბილის დროა. ო, მალე დაგიჭერთ. უბრალოდ დამელოდეთ. ეს სახალისო იყო. შემდეგ ჯერზე ხალხს ბანანის ქერქები უნდა ვესროლოთ. გართობის ტალღა წამოყვა. ბოლოს და ბოლოს ეს ყველაფერი სახალისოა. მართალია, ბავშვებო, დღეს თქვენი დღეა. კიდევ ერთი კვირით გვიხანგრძლივებენ არ დადეგებს? კიდევ უკეთესი. თქვენი დამატებითი გაკვეთილისთვის საუკეთესო რეპეტიტორი დავიქირავე. დედა, როგორც შეს ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვს თუ რა არის კარგი ამბავი? კარგი რა, კვირაში მხოლოდ ორჯერ მოვა. მეტის გადახდა არ შემეძლო და საკმაოდ ძვირს ითხოვს თავისი მომსახურებისთვის. კარგი, ეს არც ისე ცუდია. ო, ჯანდაბა. სიტუაცია სინამდვილეში იმაზე უარესია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. გამარჯობათ, მე ალბერტ რობერტოვიჩი მქვია. დღეს თქვენი მასწავლებელი ვიქნები. მან ვერ გვიცნო? როგორ ვერ გცნობს? ჩვენ საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოვახდინეთ. კარგი, ფრთხილად უნდა ვკითხოთ. მასწავლებელო, ერთი კითხვა მაქვს. შემთხვევით, ბანანის ქერქზე ხომ არ წაიკეცით დღეს? დიახ, შენია, ძალიან ფრთხილად. წავიკეცი? საიდან იცი? ხო, უბრალოდ ბანანის სუნი გვცემს. კარგი. რამდენიმე ხულიგანმა მთელი ბილიკი ბანანებით დაფარა და დამცინოდა. კარგი. არ გახსოვთ ისინი? კარგად ვერ დავინახე. ხედველობა მე -10 მაქვს. დღეს სათვალე არ მეკეთა. გადავრჩით.
რა? ხო, უიღბლო ხართ. კარგი, დავიწყოთ გაკვეთილი. მაშასე, რამდენია 2+2? 4. სწორია, ჩემო ჭკვიანებო. კარგი. რა მოხდება თუ პოლიკარბონატის ნაყენს ზაღლის სრემლებს შუა დღეზე შეურევთ? დიდხანს გიწევთ ფიქრი. კარგი, კონცენტრირდით. აერთული შეკითხვა. რამდენიმე ვარიანტ შემოგთავაზებთ. 0-ზე გაყოფა, დაუშვებელია. B. დაშვებულია ოღონდ შებრუნებით. G. არარეკომენდირებულია. კარგი, B. სწორია, ჩემო ძვირფასებო. შესანიშნავები ხართ. 1 წუთი გაქვთ მის ამოსახსნელად. დრო ამოიწურა. წუთი ჯერ არ გასულა. ვისატყუებ? ეს თქვენი გაგების მიღმაა. აუ, ბოდია, რა კარგია რომ აქ ხარ, დაგვიხმარები? თუ არაფრის გაკეთებაში დახმარება გჭირდებათ, მე მზად ვარ. სინამდვილეში არა, გვინდა დედას სიურპრიზი გავუკეთოთ და სახლი ახალი წლისთვის მოვრთოთ. კარგი. დროის უაზრო კარგვაა. რატომ ამბობ ამას? დედას ეს მაინც არ მოეწონება და ყველაფერს მერე თავად გადააკეთებს. რა მოხდება თუ ის მას არ გადააკეთებს? უეჭველი გადააკეთებს. კარგი, ამასაც ვნახავთ. ო, აა! ასე არა. რატომაც არა? ვერ ხედავ რომ მოხრილად კიდია? მომეცი საშუალება თავად გავაკეთო. ეს რა ჯანდაბაა? ეს ხელოვნება. ო, ვაუ, გონი საოცრად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ მე ბიჭი ვარ, ეს ძალიან მომხიბვლელია. რა აზრი აქვს ამ ახალი წლის სისულელეს? რას გულისხმობ? განწყობას ქმნის. მეგონა განწყობას სალათები ქმნიდა და არა ეს რაღაც. სალათები კუჭისთვისაა, დეკორაციები სულისთვისაა. ძალიან ამაზად გამოიყურება. მართლა თავად გააკეთეთ ეს ყველაფერი? მოგწონს? სერიოზულად მეკითხებით? რა თქმა უნდა, ამისთვის დრო არასდროს ფონია. კარგი, ძალიან მაგარია. ხედავ, ბოდია? ძალიან მოსწონს. მადლობა, ბავშვებო. არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ, მადლობა. როგორი იქნება ფური რომ მოგცეთ? რამე იყიდეთ თქვენთვის? ო, კარგი. და მე ვიყავი ის, ვინც ყველაფერს ზედამხედველობდა. სწორ ფერებს ვარჩევდი. ჩემი შვილები საუკეთესოები არიან. განა არ გასწავლეს რომ ტყუილი არ არის კარგი? ეს ნამდვილად არაა ტყუილი, ცოტა შელამაზებაა. სახლის მორთვაში უნდა დაგხმარებოდი. კარგი, თქვენი დუმილისთვის გადაგიხდით. კარგი, ვერ გვიყიდი. პლანშეტი ხომ არ გვეთამაშა? წავედით. და რის ყიდვას ვაპირებ? მინეულის, ბევრი თქმიდეულის. წითელი თუ ლურჯი? მოიცა, ორივე რა თქმა უნდა. კარგია, რომ დღეს ბევრი არაფერი მიჭამია. ამ მომენტისთვის მე ძალებს ვინახავდი. Yes! Yes! სამუთხეში ვარ. მეც. ჭამას თავი დაანებეთ, მოგვიანებით ცუდად იგრძნობ თავს. კარგი. ნუ გასწავლი, მომისმინე, ვიცი რაზეც ვლაპარაკობ. მოიცა, ცუდი იქნება. არ უნდა დაგეიგნორებინათ, ბევრი საღამო ტკბილეულთან გამიტარებია, დანარჩენებმა კი ნახევარი ღამე ტუალეტთან გაატარეს. ბოგდან, დამეხმარე. ო, რას იზამთით უფროსების გარეშე? შენ სოფლიოში საუკეთესო ძმა ხარ. სამწუხარო არა, მამას მხოლოდ ვედროსთან ჩახუტებისას ხვდები. კარგი. აბა რა ვქნათ, რას უყუროთ? მიყვარს როცა ყველანი ახალი წლის ფილმების საყურებლად ვიკრიბებით. შენზე ყვირილიც კი არ მინდა. ჭეშმარიტად ახალი წლის მაგიაა. მიდი, ჩართე. არ დადეგები საუკეთესო დროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთად უყურებთ ფილმს. მე ვარ ის, ვინც ეს რას შემოგთავაზა. გულისხმობ შენ? ეს მე მოვიფიქრე. რა? ფილმი ჩემი იდეა იყო. აი, დავიწყეთ. რატომ უნდათ რომ ჩემი იდეები მიისაკუთრონ? კარგი რა, ბავშვებო, დაისვენეთ უკვე. კარგი. არ დადგები არ მიყვარს. როდის აპირებთ სკოლაში დაბრუნებას?
3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. მადლობა მთელი ვიდეოს ყურებისთვის. არ დაკავიწყდეთ და ლაიქება და ჩვენ გავიქეცით. კარგად.